საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოლგა რუხაძის სახელმძღვანელოს თექას პრეზენტაცია მოეწყო. წიგნი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევი დაიბეჭდა და ის თექის ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიას და მხატვრულ გაფორმებას ეხება. ღონისძიებას მხატვრები და დიზაინერები დაესწრნენ. როდესაც ხდება არაესთეტიური რა ხდება? ეს არის უბრალოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი მასალა, რომელიც ძალიან მინდოდა პუბლიკას გაეცნო, ეხილა და რაღაცა უფრო ფართო მასშტაბი ქონოდა ამ თემას. წიგნი გამოსვლის დღიდან იმყოფება წიგნის ელექტრონული ვერსია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე. თექა, ასევე აბრეშუმი, ეს არის ძალიან ეკლექტური და ძალიან საინტერესო ნამუშევრები. და ასევე ძალიან საინტერესო წიგნი, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყები მხატვრებისთვის. მოამბე ამით დასრულებულია, მე ზუსტად 16 საათამდე გემშვიდობებით. დროებით.